რასაც ვწერ, მეტწილად ქართული ენის დამსახურებაა და არა ჩემი. იყო დრო, როცა ვიცოდი რა უნდა დამეწერა, მაგრამ არა როგორ. არსებობს ტარიელ ხარხელაური, მწვერვალი, რომელსაც არ უნდა შეედარო. როგორც ქართულ ტაძრებშია სხვაობა, არის გელათი და ალავერდი და არის სოფლის პატარა ეკლესია, რომელსაც საკუთარი ზარი აქვს, თავისი ხმა და უნიკალური მნიშვნელობა ღვთისმსახურებისთვის. ასეა პოეზიაც. პოეტებს მასშტაბები და უნიკალური ხმა გამოარჩევთ. ლექსის ფორმა კი არა, შენი ხმა მთავარი. ლექსში შენი ხმა უნდა ისმოდეს. ეს სიტყვები თენგო ავსეჯანიშვილს ეკუთვნის. დღეს მისი ლექსის ხმა ბევრჯერ გაისმა. განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში თენგო ავსეჯანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასულიერო პირები და დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებმა პოეტთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ეპიზოდები და მისი შემოქმედება გაიხსენეს. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თენგო ავსეჯანიშვილს არავისი მსგავსი ლექსი, სიტყვის სიმდიდრე, ეშხი, მანერა, კილოკავი და ხმა ჰქონდა. 1998 წლიდან 2019 წლამდე 5 კრებულის გამოცემა მოასწრო. მელოდე, სიკვდილს რომ შევეუღლები, მე პლუს შენ, აქ და იქ და ბოლოს აღსარება. შენი სიცოცხლე არ გავდა სხვისას, მით მსახურებდი ნამოს და სინდის და ყოველივე ეტრფოდი წმინდას, როგორც გაზაფხულს ყვავილი შინდის.